მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო მსმენელებო და გამომწერებო, დღეს ვისაუბრებთ ნიკოლა ტესლას ისტორიის მესამე ნაწილზე. დარწმუნებული ვარ, ეს მესამე ნაწილიც ისეთივე საინტერესო და დამაფიქრებელი იქნება როგორც პირველი და მეორე ნაწილი. ახლა კი დავიწყოთ ტესლას ინდუქციური ძრავის ეფექტურ ვერსიაზე. ლამემ იპოვა გზა, რომ პოლიფაზური სისტემა, რომელიც მას დასჭირდებოდა, თავსებადი ყოფილიყო ძველ ერთფაზიან ცვლადი და მუდმივი დენის სისტემებთან როტაციული გადამყვანის შემუშავებით. Westinghouse Electric-ს ახლა უკვე ჰქონდა გზა. ყველა პოტენციური მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მიეწოდებინა და დაიწყო თავისი პოლიფაზური ცვლადი დენის სისტემის, ტესლას პოლიფაზური სისტემის ბრენდირება. ისინი თვლიდნენ, რომ ტესლას პატენტები მათ პატენტის უპირატესობას აძლევდა სხვა პოლიფაზურ ცვლადი დენის სისტემებთან შედარებით. Westinghouse Electric-მა ტესლას სთხოვა მონაწილეობა მიეღო 1893 წლის მსოფლიო კოლუმბიურ გამოფენაში ჩიკაგოში, სადაც კომპანიას ელექტროენერგიის შენობაში დიდი სივრცე ჰქონდა, რომელიც ელექტროექსპონატებს ეძღვნებოდა. Westinghouse Electric-მა მოიგო ტენდერი გამოფენის ცვლადი დენით განათებისთვის და ეს ცვლადი დენის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან კომპანიამ ამერიკელ საზოგადოებას აჩვენა პოლიფაზური ცვლადი დენის სისტემის უსაფრთხოება, საიმედოობა და ეფექტურობა, რომელსაც ასევე შეეძლო გამოფენაზე წარმოდგენილი სხვა ცვლადი და მუდმივი დენის ექსპონატების მიწოდება. ტესლას ინდუქციური ძრავის სხვადასხვა ფორმისა და მოდელის საჩვენებლად სპეციალური საგამოფენო სივრცე მოეწყო. მათზე მომუშავე მბრუნავი მაგნიტური ველი ახსნილი იყო დემონსტრაციების სერიით, მათ შორის კოლუმბის კვერცხით, რომელიც ინდუქციურ ძრავში არსებულ ორფაზიან ხვეულს იყენებდა სპილენძის კვერცხის დასატრიალებლად, რათა ის ერთ ბოლოზე დაედგა. ტესლა გამოფენას 6-თვიანი ღონისძიების ფარგლებში ერთი კვირით სტუმრობდა, რათა დასწრებოდა საერთაშორისო ელექტროკონგრესს და Westinghouse-ის გამოფენაზე დემონსტრაციების სერია ჩაეტარებინა. სპეციალურად ჩაბნელებული ოთახი იყო მოწყობილი, სადაც ტესლამ თავისი უსადენო განათების სისტემა აჩვენა, დემონსტრაციის გამოყენებით, რომელიც მანამდე ამერიკასა და ევროპაში ჰქონდა ჩატარებული. ეს მოიცავდა მაღალი ძაბვის, მაღალი სიხშირის ცვლადი დენის გამოყენებას უსადენო გაზის განმუხტვის ნათურების გასანათებლად. ორთქლზე მომუშავე რხევითი გენერატორი. მთავარი სტატია: ტესლას ოსცილატორი. კოლუმბიის სასოფლო-სამეურნეო ექსპოზიციის დარბაზში გამართულ საერთაშორისო ელექტროკონგრესზე პრეზენტაციის დროს ტესლამ წარადგინა თავისი ორთქლზე მომუშავე ორმხრივი ელექტროენერგიის გენერატორი, რომელიც მან იმავე წელს დააპატენტა და რომელიც, მისი აზრით, ცვლადი დენის გენერირების უკეთესი საშუალება იყო. ორთქლი ოსცილატორში შედიოდა და რამდენიმე პორტის გავლით გამოდიოდა, რაც არმატურაზე მიმაგრებულ ჯგუფს ზევით ქვევით აწევდა. მაგნიტური არმატურა მაღალი სიჩქარით ვიბრირებდა ზევით ქვევით, რაც ცვლად მაგნიტურ ველს წარმოქმნიდა. ამან მიმდებარე მავთულხლართებში ცვლადი ელექტრული დენი გამოიწვია. ამან გააუქმა ორთქლის ძრავის გენერატორის რთული ნაწილები, მაგრამ ელექტროენერგიის გენერირებისთვის შესაძლებელ საინჟინრო გადაწყვეტად ვერასდროს მოიპოვა პოპულარობა. კონსულტაცია ნიაგარაზე. 1893 წელს ედვარდ დინ ადამსმა, რომელიც ნიაგარას ჩანჩქერზე გამომუშავებული ენერგიის გადაცემის საუკეთესო სისტემას ხელმძღვანელობდა, ტესლასგან აზრის მიღება ითხოვა. რამდენიმე წლის განმავლობაში ამის საუკეთესოდ გაკეთების გზების შესახებ წინადადებებისა და ღია კონკურსების სერია იყო. რამდენიმე ამერიკული და ევროპული კომპანიის მიერ შემოთავაზებულ სისტემებს შორის იყო ორფაზიანი და სამფაზიანი ცვლადი დენის, მაღალი ძაბვის მუდმივი დენის და შეკუმშული ჰაერის სისტემა. ადამსმა ტესლასგან ყველა კონკურენტი სისტემის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას თხოვა. ტესლამ ადამიანს ურჩია, რომ ორფაზიანი სისტემა ყველაზე საიმედო იქნებოდა და რომ არსებობდა Westinghouse-ის სისტემა ორფაზიანი ცვლადი დენის გამოყენებით ინკანდესენტური ნათურების გასანათებლად. კომპანიამ ტესლას რჩევისა და Westinghouse-ის კოლუმბიურ გამოფენაზე დემონსტრაციის საფუძველზე, ნიაგარას ჩანჩქერზე ორფაზიანი ცვლადი დენის გენერირების სისტემის ასაშენებლად კონტრაქტი გაუფორმა Westinghouse Electric-ს. ამავდროულად ცვლადი დენის განაწილების სისტემის ასაშენებლად კიდევ ერთი კონტრაქტი გაუფორმა General Electric-ს. ნიკოლა ტესლას კომპანია. 1895 წელს ედვარდ დინ ადამსი, რომელიც ტესლას ლაბორატორიის დათვალიერებისას ნანახით იყო აღფრთოვანებული, დათანხმდა ნიკოლა ტესლას კომპანიის დაარსებას, რომელიც ტესლას წინა პატენტებისა და გამოგონებების
ასევე ახალი პატენტების დაფინანსებას, განვითარებასა და მარკეტინგს ისახავდა მიზნად. ალფრედ ბრაუნმა ხელი მოაწერა შეთანხმებას და თან მოიტანა პეკისა და ბრაუნის ხელმძღვანელობით შემუშავებული პატენტები. საბჭოს შეავსეს უილიამ ბირჩ რანკინმა და ჩარლზ ფ. კოუნიმ. 1895 წლის 13 მარტს სამხრეთ მეხუთე ავენიუს შენობაში, სადაც ტესლას ლაბორატორია იყო განთავსებული, ხანძარი გაჩნდა. ხანძარი შენობის სარდაფში დაიწყო და იმდენად ძლიერი იყო, რომ ტესლას მეოთხე სართულის ლაბორატორია დაიცვა და მეორე სართულზე ჩამოინგრა. ხანძარმა შეაფერხა ტესლას მიმდინარე პროექტები და გაანადგურა ადრეული ჩანაწერებისა და კვლევითი მასალების კოლექცია, მოდელები და სადემონსტრაციო ნამუშევრები, მათ შორის ბევრი, რომელიც 1893 წლის მსოფლიო კოლუმბიის გამოფენაზე იყო გამოფენილი. ტესლამ The New York Times განუცხადა: ძალიან დიდ მწუხარებაში ვარ, რომ ლაპარაკი შემიძლია. რა ვთქვა? 1894 წლიდან ტესლამ დაიწყო იმის კვლევა, რასაც ის უხილავის სახის გამოსხივების ენერგიას უწოდებდა, მას შემდეგ, რაც წინა ექსპერიმენტებში შენიშნა დაზიანებული ფირი თავის ლაბორატორიაში, მოგვიანებით იდენტიფიცირებული, როგორც რენტგენის სხივები ან რენტგენის სხივები. მისი ადრეული ექსპერიმენტები კრუქსის მილებთან, ცივი კათოდური ელექტრული განმუხტვის მილთან იყო. შესაძლოა ტესლამ შემთხვევით გადაიღო რენტგენის გამოსახულება რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე ვილჰელმ რენტგენის მიერ 1895 წლის დეკემბერში რენტგენის სხივების აღმოჩენის შესახებ გამოცხადება, როდესაც ცდილობდა გადაეღო მარკ ტვენი, რომელიც განათებული იყო გეისლერის მილით, გაზის განმუხტვის მილის უფრო ადრეული ტიპით. სურათზე მხოლოდ კამერის ლინზაზე დაფიქსირებული ლითონის საკეთი ხრახნი იყო. 1896 წლის მარტში ტესლამ ჩაატარა ექსპერიმენტები რენტგენის სხივების გადაღების სფეროში, შეიმუშავა მაღალი ენერგიის ერთტერმინიანი ვაკუუმური მილი, რომელსაც არ ჰქონდა სამიზნე ელექტროდი და რომელიც მუშაობდა ტესლას ხვეულის გამოსასვლელიდან. ამ მოწყობილობის მიერ წარმოქმნილი ფენომენის თანამედროვე ტერმინია ბრემსშრალუნგი ან დამუხრუჭების გამოსხივება. კვლევაში ტესლამ შეიმუშავა რამდენიმე ექსპერიმენტული სისტემა რენტგენის სხივების წარმოებისთვის. ტესლამ მიიჩნია, რომ მისი სქემებით ინსტრუმენტი საშუალებას მისცემს წარმოქმნას გაცილებით დიდი სიმძლავრის რენტგენის სხივები, ვიდრე ჩვეულებრივი აპარატით მიიღწევა. ტესლამ აღნიშნა თავისი წრედისა და ერთკვანძიანი რენტგენის სხივების წარმოქმნელი მოწყობილობების გამოყენების საფრთხეები. ამ ფენომენის ადრეული კვლევის შესახებ მრავალ ჩანაწერში ის კანის დაზიანებას სხვადასხვა მიზეზს მიაწერდა. თავიდანვე თვლიდა, რომ კანის დაზიანებას იწვევდა არა რენტგენის სხივები, არამედ კანთან კონტაქტის დროს წარმოქმნილი ოზონი და უფრო მცირე ზომით აზოტმჟავა. ტესლა არასწორად თვლიდა, რომ რენტგენის სხივები გრძივი ტალღები იყო, ისეთი როგორიც პლაზმის ტალღებში წარმოიქმნება. ეს პლაზმური ტალღები შეიძლება წარმოიშვას ძალისგან თავისუფალ მაგნიტურ ველებში. გამართულ ელექტროტექნიკის გამოფენაზე ტესლამ საზოგადოებას წარუდგინა ნავი, რომელიც იყენებდა კოჰერერზე დაფუძნებულ რადიომართვას, რომელსაც მან ტელეავტომატონი უწოდა. ტესლამ სცადა თავისი იდეა აშკის სამხედროებისთვის რადიომართვადი ტორპედოს ტიპის სახით მიეყიდა, მაგრამ მათ მცირე ინტერესი გამოხატეს. ტესლამ ისარგებლა შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ წარმოადგინა ტელეავტომატიკა ჩიკაგოში, კომერციული კლუბის შეხვედრაზე გამოსვლისას, როდესაც ის კოლორადო სპრინგში მიემგზავრებოდა 1899 წლის 13 მაისს. 1890 წლებიდან 1906 წლამდე ტესლამ თავისი დროისა და ქონების დიდი ნაწილი დახარჯა პროექტების სერიაზე, რომლებიც ცდილობდნენ ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემის განვითარებას. იმ დროს არ არსებობდა საკომუნიკაციო სიგნალების უსადენოდ დიდ მანძილზე გადაცემის რეალური გზა, რომ აღარაფერი ვთქვათ დიდი რაოდენობით სიმძლავრეზე. ტესლამ რადიოტალღები ადრევე შეისწავლა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჰერცის მიერ მათზე არსებული კვლევის ნაწილი არასწორი იყო. ტესლამ აღნიშნა, რომ მაშინაც კი, თუ რადიოტალღების შესახებ თეორიების სიმართლეს შეესაბამებოდა, ისინი უსარგებლო იყო მისი მიზნებისთვის, რადგან უხილავი სინათლის ეს ფორმა გარკვეულ მანძილზე შემცირდებოდა ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა გამოსხივება და სწორი ხაზებით გავრცელდებოდა კოსმოსში, უიმედოდ დაიკარგებოდა. ის მუშაობდა იმ იდეაზე, რომ მას შეეძლო ელექტროენერგიის დიდ მანძილზე გატარება დედამიწაზე ან ატმოსფეროში და დაიწყო ექსპერიმენტებზე მუშაობა ამ იდეის შესამოწმებლად. მათ შორის დიდი რეზონანსული ტრანსფორმატორის გამამდიდრებელი გადაცემის დაყენება თავის აღმოსავლეთ ჰიუსტონის ქუჩის ლაბორატორიაში, ტესლას კოლორადო სპრინგსის ლაბორატორია.
დაბალი წნევის ჰაერის გამტარობის ბუნების შემდგომი შესწავლის მიზნით, ტესლამ 1899 წელს კოლორადო სპრინგსში მაღალ სიმაღლეზე ექსპერიმენტული სადგური დაამონტაჟა, იქ მას შეეძლო უსაფრთხოდ ემუშავა გაცილებით დიდი ხვეულებით, ვიდრე მის ნიუ-იორკის ლაბორატორიაში, ხოლო ელ-პასოს ელექტროგანათების კომპანია უფასოდ ამარაგებდა ცვლად-დენს. ექსპერიმენტების დასაფინანსებლად მან დაარწმუნა ჯონ ჯეიკობ 4. რომას $0.00 დღევანდელი დოლარით $3,870,000 ჩაედო, რათა გამხდარიყო ნიკოლა ტესლას კომპანიის უმრავლესობის აქციონერი. ჩასვლისთანავე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გეგმავდა უსადენო ტელეგრაფიის ექსპერიმენტების ჩატარებას, სიგნალების პაიქს-პიკიდან პარიზამდე გადაცემით. იქ მან ექსპერიმენტები ჩაატარა მეგავოლტის დიაპაზონში მომუშავე დიდ ხვეულზე, რომელიც იწვევდა მილიონობით ვოლტისგან შემდგარ ხელოვნურ ელვას და ჯექა ქუხილს და 135 ფუტამდე, 41 მეტრამდე სიგრძისგან მუხტვებს და ერთ მომენტში შემთხვევით დაწვა გენერატორი ელ-პასოში, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ელვის დარტყმის ელექტრონული ხმაურის შესახებ მის მიერ ჩატარებულმა დაკვირვებებმა მიიყვანა იგი არასწორად დასკვნამდე, რომ მას შეეძლო დედამიწის მთელი სფეროს გამოყენება ელექტროენერგიის გასატარებლად. ლაბორატორიაში ყოფნის დროს ტესლამ თავისი მიმღებიდან უჩვეულო სიგნალები შენიშნა, რომლებიც, მისი აზრით, სხვა პლანეტიდან მომდინარე სიგნალები იყო. მან ეს 1899 წლის დეკემბერში რეპორტიორისადმი მიწერილ წერილში და 1900 წლის დეკემბერში წითელი ჯვრის საზოგადოებისადმი მიწერილ წერილში ახსენა. რეპორტიორები ამას სენსაციურ ამბად მიიჩნევდნენ და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ტესლა მარსიდან სიგნალებს ისმენდა. მან გააზიარა მოსმენილი სიგნალები 1901 წლის 9 თებერვალს Collier's Weekly-ის სტატიაში სახელწოდებით პლანეტებთან საუბარი, სადაც მან თქვა, რომ მისთვის მაშინვე არ იყო აშკარა, რომ ის ინტელექტუალურად კონტროლირებად სიგნალებს ისმენდა და რომ სიგნალები შეიძლებოდა მარსიდან, ვენერადან ან სხვა პლანეტებიდან მომდინარე იყო. ტესლას შეთანხმება ჰქონდა ჟურნალ The Century Magazine ის რედაქტორთან, რომ მის აღმოჩენებზე სტატია დაეწერა. ჟურნალმა ფოტოგრაფი გაგზავნა კოლორადოში, რათა იქ მიმდინარე სამუშაოები გადაეღო. სტატია სახელწოდებით ადამიანის ენერგიის გაზრდის პრობლემა გამოქვეყნდა ჟურნალის 1900 წლის ივნისის ნომერში. მან ახსნა მის მიერ წარმოსახული უკაბელო სისტემის უპირატესობა, თუმცა სტატია უფრო ვრცელი ფილოსოფიური ტრაქტატი იყო, ვიდრე მისი ნაშრომის გასაგებ სამეცნიერო აღწერა. ტესლას უორდენკლიფის ქარხანა ლონგ-აილენდზე 1904 წელს. ამ ობიექტიდან ტესლა იმედოვნებდა, რომ ატლანტის ოკეანის გადაღმა ელექტროენერგიის უსადენო გადაცემის დემონსტრირებას მოახდენდა. ტესლა ნიუ-იორკში მოგზაურობდა და ინვესტორებს ეძებდა უსადენო გადაცემის ისეთი სისტემისთვის, რომელიც მისი აზრით სიცოცხლისუნარიანი იქნებოდა. ტესლა სტუმრებს სვამდა. Waldorf Astoria's Palm Garden-ში 1901 წლის მარტში მან JP Morgan-ისგან $40,000 მიიღო ნებისმიერი გენერირებული უსადენო პატენტის 51 პროვენტი წილის სანაცვლოდ დაიწყო Wardenclyffe Tower-ის ობიექტის დაგეგმვა, რომელიც ნიუ-იორკის შტატის ქალაქ შორჰემში ქალაქიდან აღმოსავლეთით 161 კილომეტრში აშენდებოდა. იგივე 100 მილში. 1901 წლის ივლისისთვის ტესლამ გააფართოვა თავისი გეგმები უფრო მძლავრი გადამცემის შესაქმნელად, რათა მარკონის რადიოზე დაფუძნებულ სისტემას გადასცდენოდა, რომელიც ტესლას საკუთარი ასლის სახით ეგონა. 1901 წლის დეკემბერში მარკონიმ ინგლისიდან ნიუფაუნდლენდში გადასცა ასოს, რითაც დაამარცხა ტესლა იმ რბოლაში, რომელიც პირველი იქნებოდა ასეთი გადაცემის დასასრულებლად. 1902 წლის ივნისში ტესლამ თავისი ლაბორატორიული ოპერაციები ჰიუსტონის ქუჩიდან უორდენკლიფში გადაიტანა. უოლ-სტრიტის ინვესტორებმა მარკონის სისტემაში ფული ჩადეს და პრესის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ტესლას პროექტის წინააღმდეგ დაიწყო მოძრაობა, ამტკიცებდნენ რა, რომ ეს თაღლითობა იყო. პროექტი 1905 წელს შეჩერდა, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ ბიოგრაფი მარკ სეიფერი ეჭვობს, რომ ტესლას ნერვული აშლილობა 1906 წელს დაემართა. ტესლამ უორდენკლიფის ქონება იპოთეკით დატვირთა, რათა დაეფარა Waldorf Astorieში არსებული ვალები, რამაც საბოლოოდ $20,000 შეადგინა, დღევანდელი დოლარით $642,900. მესამე ნაწილის დასასრული, ჩემო ძვირფასო იუთუბერებო, გისურვებთ მშვიდ სამშობლოში გეცხოვროთ, სადაც გაერთიანებულია ქვეყანა და ერთიანია ხალხი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.